მოგისალმებით, ჩემო ქართველებო, ჩემს ვერპასიანებო ხალხი, ძალიან მიყვარხართ, ბოდიში დიდი ხანი არ მაქვს კონტაქტი ესე რომ უთხრათ რა, ხშირად არ არის TikTok-ზე არის, Instagram-ზე არის სადანო. Просто ეგ ვიდეო ხა ღმერთს გებიცები. გულით ვლაპარაკობ, მაინტერესებს აი ვინ გამბუჯე ჩემი საქმე თუ როგორც უთხრა არ ვიცი, ანუ просто აი ვინ დამშორდა ჩემი შვილთან. ეხლა 20 დღეს მერე მარიამის დაბადების დღე რა. 20 დღეს მერე ეს არის მაგის მეორე დაბადების დღე, რომელიც ჩემთან ერთად არის და მთელი საქართველო იცის მე და მარიამ როგორი ერთერთობაში ვართ და როგორი ვართ, არა როგორ შვილი და мама, არა вообще განსხვავებაა ჩვენი ერთერთობა. აი თუ გინდათ კანონით, გინდათ ადამიანურად, გინდათ კაცობაზე ვიცი რომ ქართველები კაცობა არ იშლებათ არაფერი. და შეიძლება ბევრი ხა აქ რომელიც ეყურებენ ეგ ვიდეო, შვილები ყავს ან დაჯახოებულები არიან და იციან შვილის პასი. იცით რა ძლიერია, როცა შენი შვილი გაუნება რომ მეორე დაბადების დღეო და შენ ჩემთან არ ახარო და ვირს მოიყვან დუბაიში. და დუბაის სიტუაციაში ხა ცოტა ესეთია. დედამის რაღაც საქმეები აქვს, თავის ცხოვრება აქვს, რაღაცები აქვს. ჩემი შვილი ვერ ნახავ მე. არაფერი არ ვთხოვს, მე დუბაიში ვარ, ძალიან კარგად ვარ. მართლა გავნებით. სადაც მიდივარ, შრომობ და ღმერთ მადლობა, ჩემიანია და ყველაფერი ხუთიანი მაქვს რა, არაფერი არ მაკლია. Просто აი გინდათ თხოვნით, გინდათ ადამიანურად. რავი. იქნება ესე ქნათ, короче, რომ მაინც ჩემი შვილის დაბადების დღეს ოფლობა მაძლევთ, რომ ჩემი შვილთან ერთად ვიქნები. ანუ ერთი ღამე მაინც რომ ვიქნები ჩემი შვილთან ერთად და გავალ. ან რაღაცა ხელშეკრობა დავდებთ, რომ არ ვცხოვრობ საქართველოში, ან გარანტია თუ გინდათ არ რაღაცა ან მოქსიმ პრობლემა არ მაქვს. Просто აი ვიცი რომ ქართველები ვასკაცები ხართ და თუ რას გამიარა მე მიყვοτნეს, მაშინ მე ხმას არ ვიღებ. მაგრამ მართლა არ მიყვοτნეს. მე კარგის მიდე არაფერი არ მაქვს გაკეთებული ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის. აქაც დუბაიში ვარ და ქართველებთან ერთად დადივარ და ქართველებთან ზმაკაცობ და რა ვიცი. გამოროსხოლი ერთი ფაქტი მაინც მომიტანათ რომ მე ცუდი რამ მაქვს გაკეთებული, ან გამოროსხოლია. Просто არის მერიდება, არის მიტიხავს, вообще არის მერიდება. მე ჩემი შვილის გამო ყველაფერი მსამსველი კაცი ვარ და ადამიანად გაუნებით რომ შევიზდები ახლა ჩამოსულა, ჩამოვალ, თუ შემეშვეთ, არ ვირჩები, ერთი ორი ღამე ჩემი შვილის დაბადების დღე მინდა რომ გავათარ ამასთან და გავალ. ცუდოა იქ ბოში, მართლა გაუნებით, აი ადამიანურად. არ მინდა, ხომ მიყვοτნეს ვიზა რომ ერთი ცილიანი ვიყო, ხო? ყველა საბუთი მაქვს მე. არ მინდა დანარჩენად საქართველოში ღმერთს გებიცები არ მინდა. მარიამის თავის გებიცები არ მინდა. არ მინდა საქართველოში ცხოვრობა. Просто ლიჯბი შემოვალ ამის დაბადების დღე და გავალ. ეხლა ამ ვიდეოს ჩაცრა მე ვიცი აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც აი ყველაფერი ვაკეთებ, რომ ხვალდაზე ჩემი შვილი მოუნება, რომ რა მეკენი мама შენ კი ყველაფერი შევიცად და ანუ ყველაფერი გავაკეთე. დალჩა რა ვიცი, ღმერთის გარდა არის იმედი არ მაქვს. ეს ყველასთან კარგად ვიყავი, ყველა მომიღალატა, ყველა ზურგს დამტოვე, ზოგიერთმა ჩემი პული შეჩამე, ზოგიერთმა ესე, ზოგიერთმა ესე, ზოგიერთმა. вообще არაფერი არ მინდა. ლიჯბი შემიყვანეთ ერთი ორი ღამე ჩემი შვილთან დაბადების დღე და გავალ. რას გარანტია გინდათ, ყველაფერის მზადა ვარ. იმედი მაქვს, ვინმა მაგ თავრობაში უნდა იყო თუ სადღაც რა ნახავანი ვიდეო რა. ან გადააზიარეთ თუ ვინმე სვის რამა კარგი მაქვს გაკეთებული, ან მაინც გადააზიარეთ ეგ ვიდეო. მიყვარხარ და კიდე გელოცავ დღევანდელ დღე.